რაღაც არ მინდა ის გამოვიდეს. კი ბატონო, შეგვისწორე ლევან, მე ასეთი ინფორმაცია გადახდა და რაღაცა ხალხი უკვე წლობით ტყვეობაში ყავს რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მხნეობა იმ ძალიან მაგარ მოქალაქეებს, რომლებიც ესეთ სტანდარტს დებენ პრინციპულობის და სამართლიანობისთვის ბრძოლის. ამბავს რაც შეეხება ეს არის ყველაზე მეტად რაც არ ესიამონა რეჟიმს იყო ის რომ როგორც კი ბრიტანეთისგან დასანქცირდა პოსტივი და იმედი, მათ კედლებზე გაჩნდა წარწერები დასანქცირებული. და რაღაცნაირად არ ვიცი რა უნდათ, როგორ უნდათ, მაგ შემდეგ ღამე რო გათენდა უკვე სახლთან მისულს დამხვდა 5 პოლიციელი სამოქალაქო ფორმებში მობილიზებული, რაღაც 3 სადარბაზოსთან და 3 კორპუსთან და 2 სადარბაზოსთან. უბრალოდ ბავშვთან ერთად ვიყავი და რაღაცნაირად არ გამოვიდეთ რაღაც იქ ხედან წაყვანის და გაპრესვის ილეთი ალბათ და მერე უკვე პოლიცია პოულობს მიმდებარე ტერიტორიაზე ვინმეს რამე ღობე და კედელით უქონდა ამ ადამიანებს და ეს ადამიანები იდენტური ჩვენებებით წერენ რომ მათ კედლებზე გაჩნდა უსიამოვნო წარწერები. ოღონდ ეს საპროტესტო შინაარსის წარწერები იყო ამ ადამიანებისთვის უსიამოვნო და გვერდზე არსებული რაღაცა გაურკვეველი წარწერები, რაღაცა რუსული ნარკოსაიტების რეკლამები ეს ამ ადამიანებს არ ადარდებდათ რა მაინც და მაინც ესეთი საპროტესტო მესიჯები გახდა პრობლემა. და ეს კიდევ ერთხელ უფრო უსვამს ხაზს იმას, რომ რეჟიმისთვის პროტესტის კრიმინალიზება არის ჰაერივით საჭირო, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ისმოდეს ეს ხმა. საპროტესტო წარწერები რა ვიცი, თბილისში ბევრგან გვხვდება, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გვხვდება. ბევრი მაგარი მოქალაქე არსებობს, რომელიც გამოხატვის ამ ფორმასაც ირჩევს. და მე თუ მკითხავთ, დღეს ბატონ მოსამართლეს ჰქონდა ბოლოს რეპლიკა, რომ ეხაო ესე ყველამ გამოხატვის თავისუფლება რო გაასაღოსო და გავიდეს და კედელზე დაწეროსო, გარეთ ვერ გამოვალთ. რა ვიცი, ტროტუარზე ვერ გამოვდივართ რა, ხო, დადგა ეგ რეალობა, გზის გადაკეტვა აღარ შეიძლება. პერიოდები იყო გარეთ გამოსვლა ყველასთვის საშიში იყო, ხო, კოცისთვისაც და არა კოცისთვისაც ისეთი ნივთიერებით წამლავდნენ და წარწერა არ მგონია რომ ეგეთი სახიფათო ფორმა იყოს გამოხატვის საზოგადოებისთვის. რეჟიმისთვის კი ნამდვილად. იმიტომ რომ დიდი კედლები რო ნახოთ, სადაც შეიძლება აი 1000 წარწერა იყოს, ერთი ხალხშია გაჩნდება და მეორე დღეს უკვე რაღაცა მობილიზებული სამსახურები შლიან ამ ყველაფერს.